ლითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინისა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინოს ჩვენი ლოცავედრება. ღმერთმა გაგაძლიეროთ ის ადამიანები, რომლებიც არ იზარებთ და ყოველ პარასკევს მობრძანდებით 3 საათზე ჯანმრთელობის პარაკლისზე და ავედრებთ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს. ოჯახის წევრებს ღმერთმა დაალოცოს ყველა ის ადამიანიც, ვისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს და ვერ მოდიან და არ შეუძლიათ გარკვეული მიზეზების გამო მოსვლა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიმადლოს ჯანმრთელობა, ხნეობა და სარწმუნოება ჭეშმარიტი. მადლობთ ღმერთს, რომ დიდებულ ტაძარში ვიმყოფებით და ჩვენს ტაძარში ყოველდღიურად ძალიან ბევრი მსახურებები აღევლინება. ვიცით, რომ სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სულ 13 პატარა ტაძარი ფუნქციონირებს. ყველა ტაძარში აღევლინება წირვები, უმეტესობაში ყოველდღიური წირვებია და ეს უკვე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით უკვე წლებია ასეა. და ყოველდღიურად ამ ტაძარში 1000-ობით და 10000-ობით ადამიანის სახელი იხსენიება ცოცხლებისა და მიცვალებულებისა. წელს საიუბილეო წელია ჩვენი ტაძრისა, სამების საკათედრო ტაძრისა, გიორგობას 23 ნოემბერს უკვე 20 წელი შესრულდება, რაც გაიხსნა და იკურთხა ეს დიდებული ტაძარი და მართლაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი შეიქმნა. განსაკუთრებულია მისი უწმინდესობაც ხშირად აღნიშნავს, რომ ეს ტაძარი არის ხელთუქმნელი თავად უფალმა აჩუქა ქართველ ერს და ეს არის ავტოპორტრეტი ქართველი ერისაო. მისი უწმინდესობა ასეთ სიტყვებს ბრძანებს. ღვთის შეწევნით ამბიონებიდან ისმის ღვთის სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ჭეშმარიტ ღვთისაკენ, რომ ემსახურონ ჭეშმარიტ ღმერთს. უამრავ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ აღსარება თქვას, ეზიაროს მსახურებებზე, მაგრამ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან და არც კი ცდილობენ, რომ საეკლესიო მსახურებებში მიიღონ მონაწილეობა. სხვადასხვა მიზეზების გამო დიდი უმრავლესობა ადამიანებისა დროს ასახელებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი ასეთ რამებს ბრძანებს, რომ არ აქვს დრო, რომ ღმერთს ემსახუროს, რომ ღმერთთან მივიდეს ტაძარში, წირვას დაესწროს, ეზიაროს. იმ საათნახევარს თუ 2 საათს კვირაში თითქოს ადამიანი ვერ ნახულობს და თუ კი დაფიქრდება, ნახავს, რომ ძალიან ბევრ დროს, 2 და 3 საათზე ბევრად მეტ დროს სხვადასხვა ამაოებას უთმობს. ასევე არიან ადამიანთა რაღაცა ნაწილი, რომლებიც თვლიან, რომ მათ არანაირი შუამავალი არ ჭირდებათ სასულიერო პირის სახით. ისინი თითქოს თავისით დაამყარებენ ღმერთთან კავშირს და თავისი ამცდელობით თავადვე გადაირჩენენ თავს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტყუილია, ძალიან დიდი შეცდომაა ასეთი ადამიანებისა. სამღვდელოება თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა და ჯერ კიდევ ძველ აღთქმიდან მოდის და ახალ აღთქმაშიც, როდესაც მაცხოვარი 10 კეთროვანს განწმენს, განკურნავს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მალე გარდაიცვლებოდნენ, რას ეუბნება, რომ წადით და ეჩვენეთ მღვდელს. და დღევანდელ დღეს მაცხოვარი ამბობს, რომ მღვდელი აუცილებელი და საჭიროა. დღევანდელ დღეს არიან ადამიანთა რაღაც ნაწილი თითქოს თვლიან, რომ არ ჭირდებათ მათ სასულიერო პირთან არანაირი ურთიერთობა და უფალს თავადვე ეზიარებიან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ვიცით, რომ ეკლესიაში გვაქვს 7 საიდუმლო, არის სხვადასხვა მსახურებები ასევე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც თითქოს ღმერთი არ ჭირდება, თუ კითხავთ, მონათლულები არიან. ანუ, როდესაც დაჭირდათ ღმერთი. ისე იგივე ადამიანები, როდესაც რაღაცა პრობლემა შეიქმნება ხოლმე და წესის აგება არ შეიძლება ადამიანზე, არის ასეთი შემთხვევებიც, ისევ ეკლესიას ლანძღავენ თითქოს, რომ რატო არ უნდა მივიდეს იქ მღვდელი და წესი რატომ არ უნდა ააგოს. თუ არ არის საჭირო, მაშინ რატომ ლანძღავენ ეკლესიას, ხო? ასევე
წმინდა ზიარება. როგორ შეიძლება ადამიანი ეზიაროს ქრისტეს ის და ხორცს, თუ კი მას მღვდელთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება. ხო, უფალი რას ბრძანებს, ვინც არ ეზიარება ჩემს ის და ხორცს, ის უფალთან ვერ მივა. სახარებაში წერია. ხო, იმ ადამიანებს, რომელსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, სამწუხაროდ შეიძლება ბევრი წიგნი ქონდეთ წაკითხული, მაგრამ სახარება არ ქონდეთ წაკითხული, არც განმარტებები არ ქონდეთ წაკითხული და წარმოდგენა აქვთ, რაზე საუბრობენ სამწუხაროდ. ძალიან განსაკუთრებულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ვიმყოფებით. ეს თავისთავად აპოკალიფსური ეპოქა, ადამიანი დაშორდა ღმერთს, განუდგა ღმერთს. არა მარტო იმით, რომ თითქოს ან ლანძღავს არა, უბრალოდ ესე თulis, რომ ბოროტმა ისე მოაწყო, რომ თითქოს დრო აღარ რჩება ადამიანს ღვთისათვის. იმდენი საზრუნავია ყოველდღიური, რომ ღმერთისთვის არ ცალია და ღმერთს, რა თქმა უნდა, არც ჩვენი ლოცვა არაფერში ჭირდება, არც ჩვენი მეტანიებით და მუხმოდრეკით, ათასობით მუხმოდრეკა არაფერში არ ჭირდება. თუ კი ჩვენ რამეს ვაკეთებთ უფალთან ურთიერთობაში, ისევ ჩვენ გვჭირდება და ღმერთმა ამიტომ დაადგინა ეს წესები. ლიტურგია, წირვა, რომელიც აღესრულება ყოველდღიურად აზრებში, განსაკუთრებით კვირა დღეს, ხო? წირვას ქვია ევქარისტია, ანუ ევქარისტო ბერძნულად არის მადლობა, მადლიერების მსახურება და ადამიანები სამწუხაროდ, ვინც წირვალოცვას არ ესწრებიან, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ უმადურები არიან, ღმერთს სწორ მადლობას ვერ უხდიან, ღმერთს არ ჭირდება არც ხრის დაკლა, არც ხარის დაკლა, რაღაცა განსაკუთრებული ცხოველის დაკლა. ეს რა თქმა უნდა, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გაეკრა, მაშინ დასრულდა ცხოველთა შეწირის, ხელშეწირვის ეს წესი, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე შეიწირა და ამის შემდეგ სული შემოსული და გული შემოსული დამდაბლებული ღმერთთან არ შეურაცხყოფს. ეს წირვა არის მადლიერების მსახურება და ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ აი ამ სამადლობელ მსახურებაზე ამბობს უარს. ზიარებაზე, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლზე და ხორცზე ამბობს უარს. წმინდა ნათლისღებაზე ამბობს უარს და რაღაცა გზებს თვითონ ფიქრობს, რომ რაღაცებს თვითონ გამონახავს უფალთან ურთიერთობისას. ვერავინ ვერ გამონახავს, რადგან თავად უფალმა იესო ქრისტე მოგცა ეს გზები, ჩვენ არ მოგვიგონია. ათასობით და 10,000-ობით. ერთ დღეს მხოლოდ 100,000 ადამიანი ეწება ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. 6,000 გარიჯერილბერი ეწამა. ჩვენ კი დილით 10 წუთიანი დილის ლოცვა გვეზარება, საღამოს ლოცვა გვეზარება. სამწუხაროდ ქრისტიანთა უდიდეს ნაწილს სახარება გადაშლილიც არ აქვს და რა წერია შეგნით ისიც არ იცის და ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ძალიან დიდი ცოდვაც არის და მე ვცხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რომ მოგცეს გამრჩეველობის ნიჭი, მოგცეს გული გონიერი, რომ უფალს როგორც წესი და რიგია ესე მემსახურო და ისე შეუდგეთ. თუ კი კონკრეტულად ერთი მღვდელი პირადად შეიძლება ამ შემთხვევაში მეც ვინმეს ვაბრკოლებდე, უფალი რას ეუბნება, როდესაც ფარისევლები აბრკოლებენ ხალხს იმდროინდელ მრევლს, რომ რასაც გეუბნებიან, ის დაუჯერეთ, ის საღვთო წესები დაიჯერეთ, ხოლო მათსავით რომ მოიქცევით. მე თუ ვიღაცას ვაბრკოლებ, ჩემსავით ნუ მოიქცევა, მაგრამ რასაც ეხლა ვამბობთ, რასაც სასულიერო პირები ქადაგებენ, ის ხო ისევ თქვენთვის არის და ისევ თქვენ მიიღებთ ამისგან სარგებელს და ჩვენ ხო ცუცა არაფერს არ გეუბნებთ, ისევ თქვენი გადარჩენისთვის ხდება ეს ქადაგებები და ნება თქვენი ხდება. უფალი გვახსოვს ხომ ადამიანი როდესაც იხრჩობა და 3 ადამიანი მივა მის გადასარჩენად და სამივეს უარს ეთქვის რომ ღმერთი გადამარჩენსო და როდესაც გარდაიცვლება და დაიხრჩობა ეს ადამიანი ღმერთს საყვედურს ეთქვის რომ რატომ არ გადამარჩინეო და უფალი ეთქვის სამჯერ გამოგიგზავნე გადამრჩენელი და შენ უარი თქვიო. ასე რომ უფალი რაღაც ასეთი განსაკუთრებული სასწაულებით არ მოქმედებს ჩვენზე, მოქმედებს ადამიანების ხელით, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს და ერთმანეთი გავაძლიეროთ და ერთმანეთი გადავარჩინოთ და თვის წყალობით და ჩვენი უწმინდესის ლოცვა კურთხევით ეს ტაძარი და ეკლესია სწორედ ამას ემსახურება. ღმერთმა დაგლოცო და გაგახარო ჩვენთან არის ღმერთი.